დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებათ, დაპუцули нануда. Моя сразу глазики закрывают, но я не грустно, но они все-таки появляются. Что? Как там? Ты вспомнишь. Ну, вспомнишь, скажешь. Слезы появляются, но я же не расстраиваюсь, но они почему-то, эти слезы мне глаз закрывают. Вот так. Понятно. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. ყველაფერზე გაბრაზებული და განაწყენებული. ანუ იმდენად გაბრაზებული და განაწყენებული, რომ აი ცოტა ხნის წინ ვიწექი კი არა და ვიჯექი აგერ ალექსანდრასთან ერთად და ცხარე ცრემლებით მოვთქვავდი. Я не понимаю, почему, когда человек болеет, он просыпается очень рано, да? Я же в 6 утра, ой, в 5 утра. Александра ბევრს ლაპარაკობს, ალბათ მიხვდებით, რომ სიცხე И как там? А когда человек не болеет, он просыпается поздно. Почему? მოკლედ გუშინ საღამოს, უბრალოდ გუშინ შუა დღეს წასულები ვიყავით მე და ალექსანდრა. ალექსანდრასთვის ვიყიდეთ სპორტულები, ლოგის გადაღება დავიწყე, გაჩვენებთ კიდევაც, გაჩვენებთ აქ ჩავამატებ. გარფოლდში ვართ, ალექსანდრასთვის ვეძებთ სპორტულ ტანსაცმელს. არის ესეთი ნაცრისფერი გრაფიტი, ჩემი საყვარელი ფერი, მაგრამ ამაზე მეტად, პაგენის пожалуйста. ამაზე მეტად მომწონს აი ეს გრაფიტი, ახლა ამას გავასინჯოთ. ესეთი არის ზუსტად იასამნის ფერშიც ღირსაცხვარი. კარგი ფასია, ცუდი ნამდვილად არ არის, კიდევ აი ეს მომეწონა. ეს არის რაღაცა გაზაფხულზე, აი ახლა შემოდგომაზე, რომ შემოიცმევ და წახვალ სკოლაში. ძალიან მომეწონა ესეც. ეს იასამნის ფერი, მე იასამნის ფერი მომწონს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მაგრამ ალექსანдрას უნდა ნაცრისფერი. Повернись, ну покажись, какая ты красавица. რა სიტყვით, ხოჭოყია ეს ფერი. ძალიან მომწონს, ალამაზია, дэди. Мне серый понравился больше. Да давай, у тебя нету у тебя нету ничего такого цвета. Смотри, как Тогда оба возьмем. Ну, конечно, у нас же столько денег, чтобы сейчас 2 спортивного костюма. სკოლისთვის რა, ანუ შემოდგომისთვის მე ზამთრისთვის ვიყიდეთ სპორტულები, რომ მე ანუ სკოლაში არა, მაგრამ სადმე რო წავალთ ხოლმე, რომ იყოს ეს სპორტული და უცბად რო ჩაიცვევ და წახვალ. ძალიან ლამაზები შევიძინეთ, მოიცა გაჩვენებთ, მოვავერხავენ. Гарфилдში. Можно я в этом пойду только в фиолетовом? Ესეთი შარვალი. Мам, да. а скажи, в каком мне пойти? А скажи, в какой захочешь. Ну, вот этот или фиолетовый? Мам, вот этот или фиолетовый? Какой захочешь, такой и одевай. Сегодня хочу. Я сегодня хочу фиолетовый. Да, აი ესეთი oversize ზედა. ზოგადად მინდოდა რომ ნაჭერი მეყიდა ლილოში. Я хочу фиолетовый. Хорошо. და მინდოდა ალექსანდრასთვის მე თვითონ შემეკერა, ну ზიფზე მე ვერ შევკერავდი, იმიტომ რომ არ ვიცი ჯერ ზიფის ჩაყენება. მაგრამ მინდოდა. Мам, ты вчера снимала? Да. Вот это. Зачем еще? მოკლედ აი ესეთი ძალიან ლამაზი კაპიშონი აქვს და ამასაც თავისი ესეთი თვლები აქვს. მოკლედ ეს ფერი მოეწონა ალექსანდრას. ძალიან. თან ეს New Balance-ები რო აქვს, მაგას ძალიან უხდება. მე მეორე ფერი მომეწონა. რომელსაც ვერ შევთანხმდით მე და ალექსანდრა და მინდოდა რომ ძალიან ქონოდა. ეს ფერიც, იმიტომ რომ ძალიან უხდება. Мама, вот это обрежь. Сейчас. აი ესეთი ფერია. ესეთი
ფერები ალექსანდრას პრინციპში როგორ არა აქვს ფერადი დასასმელი, მაგრამ ძალიან ცოტა აქვს რა. ძირითადად გვაქვს ბაზა, ბეჟი, თეთრი. Амаз мне это покрыть, აი ესეთი ფერის, აი ესეთი. ამასაც რა თქმა უნდა სტრაზები აქვს და უკანაც ანალოგური ტანზე არის ულამაზესი ჩაცმული, ძალიან უხდება. აი ესეთი. Попробуй посмотреть, оно открывается уже или нет. Оно там надо снять, и оно откроется. Видишь, тут это стоит. Ხო, ეს ვიყიდეთ და აქ ჩვენთან ახმეტელზე არის ჰუმანა. მაღაზია. Пенalში. რაღაცა ყველა ამაზე ლაპარაკობდა და წავედი და ისე ყველა ამაზე ლაპარაკობდა და მეც მივედი. და აი ესეთი პენალი მომეწონა. რავი, პენალი კოსმეტიჩკა რაღაცა, მაგრამ პენალად გამოიყენებს სკოლაში ალექსანდრა. აი ესეთი ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზია. სრულიად ახალი. ღირდა 15 ლარი, მაგრამ იყო 30%-იანი ფასდაკლება. 10 ლარი და 30 თეთრი გადავიხადეთ რა. Самый дорогой. ხო, აი ეს შევუძინე ალექსანდრას. ხო და მოკლედ იქ რო დავდიოდით სავაჭრო ცენტრში, ალექსანდრასთვის ბოტასები მინდოდა კიდევ მეყიდა. სავაჭრო ცენტრში რო დავდიოდით, ალექსანდრა იცახდა მცივა და ვიფიქრე რომ ესეთი ამინდი რო იყო, მაგიტოს ციოდა. მაგრამ ჩვეულებრივად ანუ აქტიურად მომყვებოდა. სახლშიც მოვედით, ჩვეულებრივად ძალიან აქტიური იყო, ხილი მინდაო, ხილი დავუჭერი, საჭმელი მინდაო, საჭმელი ვაჭამე. ანუ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უბრალოდ რო შემოვიდა ჩემთან ოთახში და მითხრა რომ საჭმელი მინდაო, კარგი მეთქი და შუბლზე ვაკოცე და მომეჩვენა რომ ცხელი იყო და თუმცა კიდევ ამას წინებზე 1-3 დღე დილობით იტკიოდა მუცელს და ისედაც ვაპირებდი, ანუ დღეს უკვე ზუსტად ვიცოდი რომ დღევანდელ დღეს, უბრალოდ გუშინ სიცხე მისცა და ახლა ზუსტად ვიცი რომ ექიმთან უნდა წავიდეთ, ანუ ჩეკაპი მინდოდა ალექსანდრასთვის გამეკეთებინა და ვაპირებდი წასვლას ექიმთან. თან ცხელია ახლა გუშინ 38 ქონდა. სიცხე, მერე დილის 6 საათზეც აუწია სიცხე. კიდევ მივეცი დამწევი და ჯერ რა ვიცი, რომელი საათია, ახლა 11 საათია, პრინციპში კი არის უკვე ცხელი. გავუსინჯავ თქვენთან ერთად თან სიცხეს. Хочу уколы. Это не уколы. ხო და ახლა ცოტა ხანში წავალთ მე და ალექსანდრა ექიმთან და რა ვიცი ყველაფერი ანალიზები მინდა გავუკეთო, ასევე ისევ სტომატოლოგთან უნდა წავიდეთ, 2 კვილი გვაქვს მისახედი, ამ კვილებსაც უნდა მივხედოთ და მოკლედ არ ვიცი, რაღაცა სიგიჟე გვჭირს. Გარდა ამისა, მეგობრებო, გარდა ამისა. Пускай пока будет хорошо. 5, 6, 7, 8, Подожди, пожалуйста. Ладно. გარდა ამისა, არ ვიცი, წინაზე წყალი არ გქონდა გლდანში 1 დღე, რაღაცა მოხდა სოფელ გლდანში და წყალი არ იყო. მერე მოვიდა გვიან და ცხელი წყალი როცა დამჭირდა რომ ჩამერთო, უკვე ეს ქვაბი რაც არის, ცოცხალი თავით აღარ ირთვება. ზოგადად, როდესაც წყალი ითიშება გლდანში, არ არსებობს რაღაცა სახლში არ გამიფუჭდეს. ძირითად შემთხვევაში 27-9. ძირითად შემთხვევაში ეს არის სარიცხი მანქანა, უკვე მე რამდენად გავაკეთე, მართლა თვალში მაქვს არაული, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, აი ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა. სარიცხი მანქანა, სულ სილით იჭედება, აი რაღაცას ხსნით და უწმინდათ და ოკეი, მაგრამ მაგის გარდა კიდევ 1-2 მანქანა გამიფუჭდა, სადაც გამოვიძახა ხელოსანი, გადავიხადე სადღაც 150-150 ლარი. Сколько это? 37,9. Ну, это чуть-чуть нормально, Да. в принципе. შემდეგ გამიფუჭდა Что აბაზანა. меня не показывается, я не поняла. როგორი Мы с გავუწ тобой близняшки. და ты моя Насколько мы похожи.
Только ты накалялся, а я нет. Ой, меня тхелия, ты მოკლედ, საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად, ჩვენი აბაზანა, ეს ჩუგუნის აბაზანას რო ეძახ, ვანას რო ეძახიან, აი ეს მქონდა. და ცოტა ესეც შელახული იყო. და ვიფიქრე რომ გავაკეთებინებდი რესტავრაციას, იმიტომ რომ ლენამ ჩემო დაქალვა მირჩია რომ მაგრამ ეხო დამავიწყდა რას ვადარებ და გამოვიძახე ხელოსანი, რა თქმა უნდა ინტერნეტში ვნახე, მე ახლა ხელოსნებს არ ვიცნობ და თან მით უმეტეს ასეთ რესტავრაციას ვინც აკეთებს ხო საერთოდ. ხო და ინტერნეტში ვნახე ხელოსანი დავუკავშირდი, მითხრა მოვალო 2 დღეშიო, ტრალალა ტაპალა, აი არ ვიცი, ესე შემპირდა გარანტიაო, ესეთი იქნებაო, ისო, ესო, მოკლედ გაიგიჟა ამ კაცმა თავი. მოვიდა, ჯერ მითხრა რომ 4-5 საათი დასჭირდებოდა, მე მგონი დილიდან დაღამებამდე ჩემთან იჯდა, ვინა ვერ გავაგდეთ ეს კაცი. გააკეთა და მითხრა რომ ისე რა ქვია, 24 საათი, მოკლედ წყალი არ უნდა მოხდესო. ავედით დედა ჩემთან ვიყავით ესა ერთი დღე მე და ალექსანდრა მართლა ძალიან ლამაზი იყო რა პირველი შეხედვით ძალიან ლამაზი იყო თუმცა ცოტა ხანში დაიწყო პრობლემები ის რაც გააბრიალა ანუ მან შკურკით როგორ ქვია ქართულად არ ვიცი ამით ხეხავდა თუმცა სპეციალური აპარატით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი და დაიწყო რაღაცა ყვითელ ლაქებად ამოსვლა აი ამ თეთრ ემალზე დაიწყო ნელ-ნელა ყვითელი ლაქების ამოსვლა арранайри арაფერი არ შველოდა რა თქმა უნდა რა უშველის что такое я на день рождения заболею не переживай все будет хорошо мне придется перевести на другое число не переживай все будет хорошо მოკლედ იმას ვამბობდი რომ ეს რესტავრაცია გაკეთებული ყველაფერი გაფუჭდა და ახლა არის საშინაო მდგომარეობაში გადავიხადე 500 ლარი ამის რესტავრაციაში და უბრალოდ გადავიხადე ვაიმე დედიკო подожди умоляю ой ничего не вижу 500 ლარიც გადავიხადე ანუ იმიტომ გავაკეთებინე რესტავრაცია რომ ანუ აბაზანა ვანა რო შემეცვალა თვითონ ვანა რო შემეცვალა დამიჯდებოდა უფრო ძვირი და იყო ყველაფერი გასატეხი, ანუ ამოსაღები იყო რაღაცნაირად ისი არის გაკეთებული, რომ ანუ განა ვანის ფულის გამო, ანუ ყველაფერი გასატეხი იქნებოდა და ანუ ხელახლა ჩასასმელი, ხელახლა ეს კაროჩი, ყველაფერი იქნებოდა ხელახლა გასაკეთებელი და ამიტომ ვარჩია რესტავრაცია. Мне жалко, но хочется накрываться. Ну, накрывайся, потому что у тебя температурка поднимается, а сейчас да. Выпьем лекарство, а потом уже к доктору. А может свечку? Хорошо. Да, подожди секундочку, да расскажу все. ხოდა მოკლედ აი ესე მომატყუეს ერთი სიტყვით და რა თქმა უნდა ამ ხელოსანს ვეღარსად ვეღარ ვპოულობ, ხო? დავივიწყე და დავივიწყე, ასე ვთქვათ და ახლა საერთოდ განადგურდა ეს ყველაფერი, ჟანგები რო ამოვიდა უკვე და ის საშინაო მდგომარეობაში რო არის და რა თქმა უნდა, ეხლა ამას უნდა მივხედო, მაგრამ Попробуй так сделать. Подожди секундочку. შემდეგ ანუ ეს იყო ერთი წლის ამბავს გიყვებით. ანუ რა მატყუარებთან გვაქვს საქართველოში საქმე უბრალოდ. აი მე ვგიჟდები ჩვენი ხალხის არა ადამიანობით, აი არა ადამიანობით, არა პროფესიონალიზმით, აი საერთოდ არაფერი არ იციან და მოდიან და იღებენ ფულს. Можно что-то сказать? Слушаю, да. Как там? Тебя за глазик комар откусил. Где это комар? Это не комар, да, это тут я поцарапала. Ложись. И еще, как-то, когда выросла, ну, либо 13, либо 12 мне будет, я налажу ногти длинные. Длинные ногти хочешь? Да. Хорошо.
ახლა ხანს მოკლედ აბაზანას სიფონი არის თუ რაც არის მოკლედ არ ვიცი ეს შლანგი არც ვიცი სიმართლე რა ქვია აი ძალიან შორიშორს ვარ ამ ყველაფერი გადორე მე ჩემით გავაკეთებდი გასდიოდა წყალი ანუ 1-2 ჯერ მოხდა ისე რომ მეზობელს ჩაუვიდა და მეთქი ანუ ეს პრობლემა უნდა დასრულდეს და გამოვიძახებთ ხო ხელოსანს რა თქმა უნდა დავწერე რემონტები ჯგუფში ამეტი სადრას მივმართო არ ვიცი დავწერე რემონტების ჯგუფში და იქ რა ვიცი 1000 მოიწერა რა ვიცი მაინც და მაინც ამ ტიპს რატო გადავაწყდი ესე მეთქი ანუ თან სასწრაფოდ მინდოდა და ალბათ უფრო გადავაწყდი იმიტომ რომ დღესვე მოვალო ამ ბიჭმა და ნუ გამიხარდა რომ მეთქი დღესვე მოვაგვარებ ამ პრობლემას რომ შვიდად ვიბანაოთ რა მე და ალექსანდრა მოვიდა მოკლედ ეს ბიჭი მარკეტილიდან მოვდივარ რომ ჩემი მანქანა არ მყავს აიჰოე Как-то, а сколько надо набрать в Грузии? 1000, чтобы это не было как 105, ой, 150, 5000, а просто чтобы 1000 было и никаких 100 не были. Я не понимаю, что ты спрашиваешь. Сейчас у тебя температурка поднимается. Подожди, я расскажу людям. Хорошо? Мама, а ты знаешь, что у тебя 3 глаза и у меня? Нет, не знаю. Смотри, 1, 2, 3. Понятно. ხოდა მოკლედ მოვიდა ეს ბიჭი შეხედა იქით კიო კაცო გავაკეთებო ესო ისე ანუ და კიდევ ანუ ეს და ეს ნაწილი არისო საჭიროა და კარგი მეთქი ფული მივეცი საერთოდ ანუ 200 ლარიანი მქონდა და ფული мивети საერთოდ არც კი მიფიქრია იმაზე რომ подожди секундочку можно я расскажу хорошо არც კი მიფიქრია რომ რაღაცა ანუ ზედმეც იკადრებდა ანუ ვენდა ჩაულებრივად რა აიღო ეს ფული თავისი ნივთები ყველაფერი დატოვა ჩანთა რაღაც ნუ რაც ქონდა რა მოტანილი წავიდა და მოიტანა ეს რაღაცა სიფონი თავისი ჩეკით და თავისი ხურდაც ანუ უკან მომცა შემდეგ თქვა რომ აქ ვერ ვუდგებიო რა ამ იმასო და ეს მხარე იქნება მოსატეხი მეთქი ვაიმე ხა მეთქი ამის მოტეხვა ჯერ აქედან დავიწყოთ და არ და ყოველ ვარიანტში მჭირდება აბაზანა. კარგი, მე ვუთხარი, მოდი მოვტეხოთ თქო რა ეს ყველაფერი და დაიწყო მონგრევა. მოანგრია, მეთქი მე მოვასუფთავებ თქო და არაო მეო, ჩემითო მოვასუფთავებ, მეთქი ოკეი, მადლობა. ანუ ვერ ვუდგებიო რა, ვერ ვუჭერო და კაი. Интересно, что говорят подписчики, когда ты разговариваешь, а что они делают? Подожди секундочку, я уже 100 раз прервала, что я рассказывала. Грия მოკლედ ტიპმა ყველაფერი აალაგა ეს ყველაფერი და დაიწყო ავითომ აი ამ რაღაცა ნაწილის გამოცვლა. და მე აქეთ ოთახში ვიყავი, ანუ თავზე ხო არ დავადგებოდი, აქეთ ოთახში ვიყავი და გაგრას ახალი ჩამოსულები ვიყავით მე და ალექსანდრუშკა ზღვიდან და თან მოვაგებდით ჩემს ოთახში, ჩემს ტანსაცმელებს, კარი მქონდა შეღებული. ხო და ნუ შემოდის და მეუბნება რომ აი ყველაფერსო მოვრჩიო და წავედიო რა და კარგი მეთქი შევედი შევხედე აბაზანაში ყველაფერს, წყალი მოვუშვი და თითქოს რა ვიცი, ანუ არაფერი წვეთები არ გასდიოდა. წავიდა ტიპი და სახლიდან როგორც კი გავიდა, აი ტიპს დავუბლოკივარ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ყველგან დავუბლოკივარ და ანუ მონგრეული რო იყო, ეს სილა ხო მოგროვდა და აბაზანაში ჩავდგი ვედრო და ტილოს ვრეცხავდი, იმიტომ რომ ძალიან სილიანი იყო, მეთქი ანუ გამოვიდეს რა და პარალელურად და აქეთ ველაპარაკებოდი ჩემს ოთახში, ჩემს მეგობარს ვიდეო თვალით და კარებზე ზარია, მთელი ამბები, კარები გავაღე, შემოვიდა რიმაჭკა და რას ვხედავ მოტრიალებულზე, გუბე დგას აბაზანაში, გამოსულია უკვე აი წყალი
და მეთქი ღმერთო დიდებულო აქ რა ხდება ეგეთი ვარ და აი შევწურე რასაც ქვია აბაზანაში და ვუყურებ რა ის რაც გააკეთა ანუ ხო მითხარ რომ ვერ ვუდგები და ვერ ვუჭერო ანუ საერთოდ არ ქონდა მოჭერილი ტიპს და წყალით ქრიალით მოდიოდა ის ხო ანუ წყალი ანუ გაშვებული რომ მქონდა აბაზანაში ესე ხო ჩაგროვდა და ეტყობა მოაწვა ეს წყალი და ეს რაც უნდა აი აბაზანა ხო არის ესე რაც უნდა ედგეს რა ეს შლანგი ეს ჩამოწეულია და აქედან წყალი გამოსდის რა ვაიმე ეს რო დავინახე და ვეცი ტელეფონს და ვურეკავ რა ტიპს რომ მეთქი ანუ არაფერიც არ გაქვს გაკეთებული და სად ურეკავ საერთოდ ვის რაში აინტერესებს ფულიც წაღებული აქვს ფეხებზეც დაკიდებული ყავხარ, დაბლოკილი ყავხარ და არის მთელი ამბები. Что такое? Сейчас. Что такое? Господи. ხო, Facebook-ზე ყველგან მოკლედ და ясно, რა ხო, ანუ თან პარალელურად ჩემს მეგობარს ველაპარაკები მეთქი დროზე, მეთქი ახლა ეს ტიპი იპოვეთ ეგეთი და ანუ ყველა, ანუ ვინც ურეკავს რა, მიხვდა, ანუ იმდენად ტიპი ნაგავი იყო, რომ ანუ ამდენს რო ურეკავდნენ, მიხვდა, რომ ანუ ჩემი მხრიდან იყო, ხო, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იცოდა, რომ არც არაფერი არ ქონდა გაკეთებული კარგად და ყველას ბლოკავდა ეგრევე რა, ყველას ბლოკავდა. ვერსად ვერ, ანუ ვეღარ ვაწვდენ ხო ტიპს ხმას და ერთადერთი რაც გავაკეთე Facebook-ზე Messenger-ში და დაბლოკილი ვიყავ ყველგან, მაგრამ Facebook-ზე მიგდებს ამადამ ტიპს, აი აქაც ჩავამატებ მის ფოტოს, რომ ვინმე არ შეცდეთ ჩემსავით და არ იქა, ყველა ფული არ გადავხადეთ, შევედი Facebook-ზე და მისი ფოტოების ქვეშ რაღაცა იქ კომენტარები, ლაიქები, გადავხედი ამ ყველაფერს და ვხედავ სადღაცას დედამისი უწერს კომენტარს, რომ ასე და ასე, ჩემი საამაყო შვილი თუ რაღაცა ესეთი. აჰა, მეთქი ქალბატონო დედაბრძანდებით, გადავედი, მეთქი მივწერ თქო რა. მაგრამ ზუსტად ანალოგიურად მაცაც დაბლოკილი აქვს, ანუ ვერ მიწერ ვერაფერს და მეთქი თქვენი აჯობებს, მეთქი სულ უკაცრავა და ფეხებზე მკიდია კომენტარის სახით დაუწერე ძალიან მწხვენია თქო მივწერე რა მეთქი დედას რო გწერთ მეთქი ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით და მართლა ძალიან მწხვენია თქო მაგრამ მარტო დედა ვარ თქო და ჩემ შულს მეთქი საჭულის ფული მოვაკელი იმიტომ რომ ზაფხულია და დაბანა სჭირდება და რაღაცით არ შემიწუხდეს შოვილი მეთქი აბაზანა მჭირდებოდა თქო ხელოსანი გამოვიძახე მომატყუა თქო მარიამობის დღე იყო როგორ მახსოვს მომატყუა თქო თქვენმა შულმა ფული აიღო და ჩემი სახლიდან გავიდა და დამბლოკა თქო იმიტომ რომ იცოდა რომ საქმე არ ქონდა ბოლომდე გაკეთებული თქო და ძალიან გთხოვთ მეთქი შემეხმიანოს თქვენი შვილი თქო მაგრამ აი რა ვიცი საერთოდ 0 რეაქცია მეორე დღეს კიდევ სხვა პოსტზე დავუკომენტარე მაგრამ не уходит пока поднимается да реакция моклет 0 да можно чуть-чуть по-русски пожалуйста подожди пожалуйста ძალიან ნაწყენი ვარ ზოგადად ყველაფერზე რაც საქართველოში ხდება ადამიანებს საერთოდ ადამიანობა აღარ აქვს შერჩენილი და უკვე რეებს კადრულობენ და რეებს აკეთებენ ქართველი კაცები გიჟდები აი ძალიან გუნიწყდება და ძალიან მწხვენია რომ აი ასეთი ადამიანები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ეს არის სამარცხვინო ეს არის არაკაცური საქციელი, როდესაც მოდიხარ, ხედავ რომ სახლში არის ბავშვი, როცა ხედავ შემატყე რომ ვაიმე ახალგაზრდა გოგო ვარ და ახლა ამას გავასულელებ, გავადებილებ, ანუ თავისი საქმის არაპროფესიონალია, ვერ აკეთებს, მაგრამ ფულს იღებს და მიდის და გბლოკავს ლაჩრულად რა. მხდალი, აი, პროსტ არ ვიცი რა სიტყვებით გავლანცხო, ეგ არა ადამიანი. ხო და აი ესეთი ამბები არის ჩვენსკენ და ამიტომ არ ძალიან გაღიზიანებული, ძალიან გაბრაზებული, სკოლაზეც ვიყავი ძალიან გაბრაზებული, თუმცა როგორც იქნა მოიწერა ჩვენი მასწავლებელი
დაახლოებით მაინც ვიცით, ისევ მეორეც ვავართ ეს საერთო ჭკუიდან მშლის, იმიტომ რომ ძალიან ვიდოდა ყოფილიყავით პირველი ცვლა და როგორმე, მეც დავსაქმებულიყავი, თუნდაც ცოტა ხნით ნახევარ განაკვეთზე საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ხელს თითს ვერ ვანძრევ, რასაც გვია, გარდა იმისა, რომ ვიღებ ჩემს შეკვეთებს, თუმცა იქაც არ ვიცი რა ხდება. ახლანდელ, ასე ვთქვათ, ბაზარს ჩემს სფეროში რო გადავხედე, მინიმუმამდე აქვთ ადამიანებს დაყვანილი ფასები და მართლა ვერ ხვდები უბრალოდ რა დუღირთ ეს შრომა. აი მართლა ვერ ხვდები საბანი კონვერტის ჩემი საბანი კონვერტის თვითღირებულება 50-დან 60 ლარამდე მერყეობს, როცა პლუსით ვკერავ, როცა იმ ჯანსაღი სინტიფონით ვკერავ, რომელიც არ არის ხესავით და ჩვეულ რბილია და გემრიელად მოიხმარს. ბავშვი, მე რო ვიცი, რას უკერავ, ხო, იქ ხო მოგებაც უნდა გქონდეს, იქ ხომ შენი, შრომაც ხო უნდა დააფასო. მე ვერ ხვდები ეს ადამიანები რანაირად ყიდიან 40 ლარად აი ამ საბანკო, ხო გეუბნები მინიმუმის მინიმუმამდე ყავთ, ოღონდ აი არ ვიცი, ოღონდ 2 ლარი თუ 5 ლარი. მეგეც არ ვიცი, როგორ უნდა გამოიმუშაონ, საიდან მოაქვთ ეს ნაჭრები ასე იაფად, რომ 40 ლარად ყიდიან, მართლა ვერ ხვდები, აი მართლა ჩემამდე არ დადის და ამიტომ შეიძლება არის შემცირებული ჩემი შეკვეთები, არ ვიცი, ან შეიძლება ზაფხული იყო და ამიტომ არის შემცირებული ყველაფერი. და მოკლედ რა ვიცი რა, რაც მე აქ ჩამოვედი საქართველოში საცხოვრებლად, წინ ვერ წავედი, მე მინსკში მახსოვს ძალიან კარგად. განქორწინების შემდეგ კი არა, როგორც კი, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემი ქმარი всё, ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ, გამორიცხულია და წავედი სახლიდან. 3 დღეში, სანამ სახლიდან წავიდოთ, ეხა გიჟი ხوار ვიყავი პატარა ბავშვთან ერთად, წავსულიყავი ისე, რომ არ მცოდნოდა, რომ სამსახური მქონდა, ან სახლი მქონდა, ისე ხوار სადარ წავიდოდი, რა თქმა უნდა. და ეს თქვენი რა ქვია, 3 დღეში ვიშოვე სამსახური, ალექსანდრა ბევრად პატარა იყო, ახლა კიდევ მაღაზიაში რო ჩავდივარ, შემიძლია მარტო დავტოვო, მაშინ მაგასაც გამორიცხულია, მაგას ვერ გავბედავდი, რომ ბავშვი მარტო დამეტოვებინა და ასეთ შემთხვევაში, ამდენი პრობლემები, რომ აი ეს ზურგზე მქონდა მოკიდებული, მე მაინც შევძელი რომ მემუშავა, ალექსანდრამ შვიდად მომყავდა ბაღში, ყველაფერს ჩვეულებრივად ვასწრებდი. Сколько месяцев назад мы этот столик купили? Почти 12 месяцев. არ ვიცი, მაცივარში საჭმელი, ეხლაც არ ვამბობ, რომ ვაიმე რაღაცა საჭმელი არ გვაქვს, რა სისულელია, მაგრამ ბევრად სხვანაირად მქონდა მაცივარში საჭმელი, თუ ზოგადად საჭმელი ისე, 8 და 2 სიტყვაზე ვთქვათ, წიწიბურას ან მაკარონის პაჭკას არ ვყიდულობდი რამოდენიმეს და ყოველთვის ძალიან ბევრი მედო, მერესთვის გადადებული მქონდა. აქ ასეთ რამეს ვერ ვაკეთებ, აქ სამსახურში ვერ გავდივარ, საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ და არ ვიცი, გამოხტებიან ახლა ჭკუის კოლოფები, ჭკუის დამრიგებლები, რომ ვაიმე შენს ქვეყანას არაფერი არ ჯობია და ნამდვილად ყველა მიოცნებოს, ასეც ვინც დამიწერს, ყველა მიოცნებოს, რომ ზუსტად ახლა მე როგორც ვცხოვრობ საქართველოში, ასე მოეტყუებინეთ ხელოსნებს ყოველ ორნაბიჯში. არ ვიცი, წარმოდგენა მაქვს ადამიანებზე დაკარგული, წარმოდგენა მაქვს ადამიანებზე დაკარგული რა და ძალიან გული მწყდება ამაზე. ამ თემაზე საუბარს მოვრჩები, მაგრამ ჩემი პრობლემები არ დასრულებულა სამწუხაროდ. შემდეგ ხელოსნოს რო გამოვიძახებ, არ ვიცი ვინ მოვა, არ ვიცი რას გამიკეთებს, არ ვიცი რა იქნება. და სამწუხაროდ ესეთი პრობლემები ძალიან ბევრი და დაგროვდა.
არ ვიცი კიდევ თუ ყავთ ვინმე კარგი ხელოსანი, ძალიან გთხოვთ დამიწერეთ, მჭირდება სანტექნიკოსი, დამიწერეთ ძალიან გთხოვთ. იმიტომ რომ ასე თუ ვიპოვი სანდო ადამიანს, თორე ესე უბრალოდ რაღაცა ჯგუფებში რო ვეძებო, სიგიჟეა უკვე. იმიტომ რომ ორჯერ მაქვს საშინელი გამოცდილება, სხვათა შორის კიდევ მქონდა გამოცდილება, ასევე რემონტები ჯგუფში ვიპოვე. იმის რა ქვია, პარკეტის მოხვეწაზე, ეგრეთ წოდებულ ციკლონკაზე. ანუ ვითომ კომპანია იყო და რახან კომპანია იყო, უფრო მაგიტომ, ანუ მეტი ფასიც გადავიხადე. ღმერთო ჩემო, მე რატომ ხვდები ან ესეთები მართლა ვერ ხვდები. მოკლედ მოვიყვანე ეს ბიჭი, ამ ბიჭს ჰქონდა მოკლედ თავისი კომპანია და მუშაობდა მამასთან ერთად. მოვიდნენ, გამიკეთეს და როგორი რაღაცა იყო, იცით? ჩვენ ხო 3 ოთახი გვაქვს და ანუ ყველაფერს, ანუ ერთ დღეს ყველაფერს ერთად ანუ ვერ გავაკეთებდით ფიზიკურად აბეჯი ხო იყო გადასატანი და ეს 2 ოთახი რაც დავცალეთ, რა თქმა უნდა შევიტანეთ მესამე ოთახში და ვუთხარი ნიკა ერქვა ამ ბიჭს. ვუთხარი რომ მეთქი ახლა ესენი რომ მოშრება და ყველაფერს გადმოვიტანთ თავთავის ადგილს, თან არ დაგავიწყოთ, ფული მქონდა გადახდილი, ოღონდ იმ ოთახის ბოლომდე არ მქონდა გადახდილი. და მე პროსტა გიჟდები, რომ ახსენდება, ნერვები მეშლება. ასეთ ადამიანებს ასე თვალდახუჭული რო ვენდობი. ხო და რომ მოშრა მოკლედ ეს ანუ კარგად გამიკეთეს, ცუდად გაკეთებული ნამდვილად არ არის, კარგად გამიკეთეს. რომ მოშრა ეს ყველაფერი თავთავის ადგილას ავეჯი რო დავაბრუნეთ. მე ვიფიქრე რომ იმ ავეჯს გადმოვიტანდი აქეთ ოთახში როგორღაც ნელ-ნელა, ისე რომ პოლი არ დამეზიანებდა, სეკუნდაჩქო. პოლი რო არ დამეზიანებინა, ნელ-ნელა გადმოვიტანდი და იქითაც ან მოვიდოდნენ და რავი, რამოდენიმე საათში მე ერთ პატარა ოთახს 14 კვადრატია მე მგონი გააკეთებდნენ. და ვურეკავ რამდენია და ბაზაოს სეკუნდაჩქო. ვურეკავ ამ ბიჭს და ვეუბნები. Телефон любой Samsung. Сейчас секундочку, там лежит. ვურეკავ ამ ბიჭს და ვეუბნები, რომ მეთქი ეს და ესე მეთქი რა. თუ შეგიძლიათ მეთქი რა მოხვიდეთ თქო და გავაგრძელოთ თქო რა. რამდენი კვადრატიაო და მეთქი და ვაიმო ჩვენო 14 კვადრატზეო არ მოვდივარ, თორე ანუ მე უნდა ვიქირავო ეხლაო ისევო ეს აპარატურაო. ანუ 14 კვადრატზეო მეო ვერ მოვალო, ტიპი მეუბნება და მეთქი მე და შემოლაპარაკებულები ვიყავთ უკაცრავად, მეთქი რაზეა საუბარი თქო რა. ჩვენ მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ მე ამას რომ მორჩებოდით, ანუ მოხვიდოდით და იმ ოთახში გავაკეთებდით. ვემ რა ის ლაპარაკობ, ყველაზე ცოტა 20 კვადრატის მაინც უნდა გადაიხადო, თორე ჩვენო გვიღირდესო ამ აპარატურისო ქირით აღებაო, მოსვლაო და მთელი დღის თქვენთან დაკარგვაო რა და მეთქი რანაირად კაცო ხო ვილაპარაკეთ ამაზე და ოკეი, და კარგი, ანუ ვერ მოდიხარ, პრინციპში ვფიქრობ, რომ კრიტიკულიც არ არის რა, იმ ოთახში არაფერი ნორმალურად არის პარკეტი და კარგი მეთქი, მაშინ გადმომირიცხეთ ხო, ანუ სადღაც 150 ლარი მქონდა უკვე ამ ოთახზე გადახდილი და მაშინ ეს თანხა გადმომირიცხეთ მეთქი რა. ამ თანხასო ვერ გადმოგირიცხავთო, იმიტომ რომ ჩვენო გათვლილი გქონდაო ლაკშიო, ანუ ლაკი რა, რაც უნდა წაესვას მერე მოხვეწის შემდეგ, რაც უნდა წაესვას ეს ყველაფერი, ჩვენო გათვლილი გქონდაო და ესო ჩვენო დაგიტოვეთო რა. ვაიმე ღმერთო, აი ეხა ვფიქრდები, მაშინ კიდევ ეს როგორ დავუშვი, იცი რომ, დავუშვი, რომ ოკეი, ანუ ჩემს გამოზარა მართლა დატოვეს რა, მაგრამ დატოვეს იმისთვის, რომ გამოეყენებინათ იმ ოთახში, მაგრამ მოხვეწა ხო უნდა ეხლა ამ ოთახს, რომ ეს შოკ.
მაშინ დავუშვი რომ მეთქი ანუ ჩემს გამოз ანუ რატო მაგრამ თან ძალიან გავბრადი მოლაპარაკებლები რო ვიყავით ამ ყველაფერს მაგრამ ეხა აი ამ ყველა მას ერთმანეთს რო ვურევ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენი ტრეში მოხდა ჩემს ცხოვრებაში აქ ხელოსნებთან მიმართებაში რომ აი ტვიში სისხლი მეკცევა რასაც ქვია და ეხა ვარ ძალიან განაწყენებული და გაბრაზებული ყველაზე. აი ესეთი ამბები მეგობრებო, არავის არ ენდოთ, ძალიან რთულია საქართველოში ნორმალური ხელოსანი ნახო, ჯერ აქედან დავიწყოთ, ჩემად ახალმაც ესე ბინა იყიდა და არ ვიცი, გოგო იმდენად დაავად და უკვე და იმდენად რაღაცეები დაემართა, რომ ექიმთან მოუწია სიარული, იმიტომ რომ ერთმა რაღაც გაუკეთა, იქ რაღაცა არასწორად იყო გაკეთებული, მერე მეორე ხელოსანი მოიყვანა, ვითომ მაგან გამოასწორებო, ვერაფერი ვერ გამოასწორა და აი საგიჟეთი არის, აი არ ვიცი, უნდა ყავდეს ვიღაცა ზესანდო, ვინც ნამდვილად იცის თავისი საქმე. ეს კი ძალიან რთულია საქართველოში. ძალიან რაღაცა ყველა ასეთი თვითნასწავლია, რაღაცას დებილობას გააკეთებენ, ეხა ის ვინც მოვიდა ჩემთან ბოლოს ეს ხელოსანი, ვინც ფული წაიღო და დამბლოკა, ზუსტად ვიცი რომ მაგან თავის საქმის არაფერი არ იცოდა, უბრალოდ აი ესე რა, მოვიდა თვითნასწავლი, მე ჩემით რაღაცას გავაკეთებ, ნუ რაღაცა გამოვა რა, იფიქრა ტიპმა. ესეთი ამბები, აი მე რა მჭირს ამ ხმაზე. კარგით მეგობრებო, კოცით ახლა ჩემი პრობლემებით უკვე კი მოგახვიეთ თავს ამდენი, მაგრამ თქვენც რო იცოდეთ და თქვენც რო არ აღმოჩნდეთ ასეთ სიტუაციაში, უბრალოდ იცოდეთ რომ ძალიან ფრთხილად და სანდო აი 1000 ნაცნობთან იკითხეთ. ჩემი სასწავლი არაფერი არ გჭირთ, მაგრამ მაინც 1000 ნაცნობთან იკითხეთ და მე შემოიყვანეთ თქვენს სახლში ვინმე. მე კიდევ იმას ვფიქრობ, რომ ღმერთო კიდევ გამიმართლა, რომ ვიღაცა თაღლითი, ვიღაცა ქურდი ან ვიღაცა ისეთი არ შემოვუშვი, თან მარტო ვიყავი სახლში, ამის მერე აღარასოდეს ესე გვერდიდან ადამიანს აღარ შემოუშვებ სახლში ზუსტად ვიცი. უბრალოდ აი გამოუვალი მდგომარეობა რო იყო და ძალიან რო გჭირდებოდა ძალიან რო ცხელა და აბაზანა აუცილებლად რო გჭირდება როგორც შენთვის პირველ რიგში ბავშვისთვის მაგრამ მსგავს სისულელეს აღარასოდეს ცხოვრებაში აღარ დავუშვებ. აუვატ წავედით ჩვენ ახლა ექიმთან ნელ-ნელა გავემზადებით წავალთ ექიმთან და გვეტყვიან ალექსანდრას ჯანმრთელობის მდგომარეობას ერთი რა ხდება რატო აქ სიცხე? Где дедико? Я чуть-чуть вот так ударила пальчик. Это тоже больно. А ეს ყოფილა больно. Ай. მაგრამ ხა ის სიცხე რო აქ ეთყობა მგრძნობელობა უფრო მომატებულია ყველაფერი ტკივა ეთყობა და აი ესეთკინა რა. გოცით მეგობრებო ყველას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვლოგებში.